მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ლალი ანთიძის საკვირაო სკოლიდან. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და მე დღეს ვყავს ყველაზე საინტერესო სტუმარი, იმიტომ რომ ჩემმა მაყურებელმა უკვე იცის, რომ ჩემი ყოველთვის ყველაზე საინტერესო სტუმარი არის ჩემი ყოფილი მოსწავლე და რაღაც ეს სერია გაუშვი, ახლა წინა გადაცემაშიც ყოფილი მოსწავლე იყო, ახლაც და შემდეგ გადაცემაშიც მეყოლება ჩემი ყოფილი მოსწავლე და განსაკუთრებულად ამაყი ვარ ამ დროს და მიხარია, რომ მაქვს საშუალება რომ იმ ადამიანებს ვესაუბრო, რომელსაც ძალიან ისეთი სიყვაწვილის ასაკში ვიცნობდი და რაღაცა პატარა წვლილიც მაქვს ავარაუდოთ. შეტანილი ყოველდღე ამისი იმედი მაქვს, როგორც ყველა მასწავლებელს და წარმოგიდგენთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მარია ანთიძეს, რომელიც რაღაცა ერთი არის რომ დამწყები არის თავის სპეციალობაში, მაგრამ მეორეა რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება აქვს როგორც მასწავლებელს და მინდა რომ აი ამ გამოცდილებებზე ვესაუბრო, ყოველთვის ვცდილობ რომ მასწავლებლებთან მქონდეს კომუნიკაცია და მათი მიერ შეგრძნობილი სამყარო და ბავშვებთან ურთიერთობა რაღაცერად აი ჩვენი პოდკასტის წინაშე გამოვიტანოთ. ძალიან დიდი მადლობა მარიამისთვის რომ მოხვედი და მიხარია კიდე რომ ორიანტიცესის ვაგიდასთან ეს პატარა ამბავი არ არის. მართალია ნათესავები არა ვართ, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ იმდენად პატარა გვარია რომ სადღაც გადაკვეთილები ვიქნებით, მაგრამ ნათესაური კავშირები, უშუალოდ ნათესაური კავშირები ვერ დავადგინეთ. მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან შინაგანი ის მაქვს ყოველთვის დამოკიდებულება და სოციალურ ქსელებში სულ თვალს გადევნებ და შენც და შენს დასაც და მინდა რომ ის წუხილები რაც მე ვიგრძენი შენი საუბრებიდან და ის პატარ-პატარა სიხარულები რაც მასწავლებლობას ახლავს ეს რაღაცერად გამოვიტანოთ. დღეს ამაზე ვისაუბროთ. მე მესმის შენი მდგომარეობა, იმიტომ რომ მე ძალიან პატარა ვიყავი 21 წლის უნივერსიტეტი როგორც კი დავამთავრე, იმ წუთას მოცეს ლექციები. ეგ კიდე სხვა სპეციფიკაა. ხო, აი იმ წუთას გავხდი ლექტორი და მახსოვს რომ როგორი ის იყო ჩემთვის თან საპასუხისმგებლო, თან საამაყო და ეს ჩემი ემოციები მახსოვს, ერთი ემოციები საკუთარ თავთან შეფასების დროს და მეორე არის ემოცია იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისაც ასწავლი, ხო? და აი ეს მოდი ასე დავალაგოთ, ხო? ერთი არის აი შენ როგორ უხედავ საკუთარ თავს, მაინც ეკუთვნები ვარ, და საკუთარი თავი დავიწყო და მე ის მაინტერესებს აი შენ როგორ უყურებ მოსწავლეს ბავშვს და რა არის შენთვის ბავშვი, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად კი ხართ ჩემზე პატარები, მაგრამ მე ვუყურებ თქვენს კაი საბჭოთა სკოლა გაქვთ გავლილი და ასე თუ ისე კი. ხო და აი ეს ინდივიდუალიზმი და ეს ინდივიდუალური მიდგომები, ასე ვთქვათ, თქვენ დროს რაღაცა ცოტა შეირყა სისტემა, მაგრამ მანამდე ძალიან ისე მყარად იდგა, რომ არავის არ აინტერესებდა მოსწავლის შინაგანი დამოკიდებულება, არც მისი შინაგანი სამყარო, არც მისი უნარები და არც მისი აზრები რაღაცასთან მიმართებაში, ხო? მოდი, მოკლედ ასე დავყოთ რა, ბევრი კითხვა რო არ გამომივიდეს. ერთი რომ აი, როდესაც შეხვედი, აი პირველად რო შეხვედი საკლასო ოთახში და ის ემოციები, ძალიან ბევრი მასწავლებელი იხსენებს და ძალიან ბევრი кейსია მაგაზე, რომ ეს პირველი კომუნიკაცია საკლასო ოთახთან. ხო, ეს როგორი? კი ბატონო, ძალიან ამაღელვებელი იყო პირველ რიგში ამას ვიტყვი, რაც მახსოვს ყოველ შემთხვევაში. ამ სპეციალობით, ასე ვთქვათ, ქართულის მასწავლებლად ვარ 3 წელია, რაც ვმუშაობ და მანამდე ვმუშაობდი სხვა სკოლაში, მაგრამ არა საგნის მასწავლებლად, არამედ განხანგრძლივ. გაიმე, ხელო. თავიდან დავიწყებ. თუ შეიძლება. ესე იგი, ძალიან ამაღელვებელი იყო. არ კიდე მაგი ამაღელვებელი კაცო. იყო და ძალიან კომუნისტური. იყო ამაღელვებელი. სხვა რამეს სინონიმური ჩანაცვლე. ემოციური. კი. ხო. ძალიან ემოციური იყო პირველი შესვლა საკლასო ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ უღელავდი, როგორც ჩაივლიდა საფეკვეთილო პროცესი, იმიტომ რომ უფრო მეგობრად შევედი ვიდრე მასწავლებლად, რადგან გაცნობა ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენ უნდა გავიცნოთ მოსწავლეები, ისე უნდა გაგვიცნონ თავად. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მათთან სამეგობრობით დავიწყე ურთიერთობა, რომ ნდობა მომეპოვებინა, დიდად არ ვნერვიულობდი. მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი ემოცია დამრჩა და პირველ რიგში დამრჩა შეგრძნება, რომ ბევრი რამ შემეშალა.
და ამის მერე სულ ყველა გაკვეთილის მერე ვფიქრობდი იმაზე, რამე შეცდომა ხომ არ დავუშვი. რომ ამათთვის რაღაც ბავშვებისთვის რამე ისეთი არ მიმეწოდებინა, ან ემოციური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე თვითონ ნაწარმოების ახსნაში შეცდომას არ დავუშვებდი, მაგრამ კომუნიკაციის ნაწილში რაღაც ისეთი ხომ არ ვუთხარი, რაც მათზე შემდგომში მოახდენდა გავლენას, თუნდაც ჩვენი კონკრეტული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც შემდგომ გაგრძელდებოდა. ეს შეცდომის დაშვებაზე ფიქრი მუდმივი დიდ ხანს გაგრძელდა, დაახლოებით წლის ბოლომდე მქონდა, მაგრამ მათი დამოკიდებულება უკვე როცა მივხვდი რომ მე მეგობრებოდნენ არა მხოლოდ საგანზე, სხვა რამეებზეც დაიწყეს ჩემთან ლაპარაკი და გაზიარება სიხარულის, წუხილის, ტკივილის თუ ასე შემდეგ, მაშინ მივხვდი რომ ბევრი შეცდომა არ მქონდა დაშვებული პირიქით. ზუსტად ის რომ ვიყავი ბუნებრივი და ზუსტად ის რომ ჩემი თავის იმ ვერსიის ჩვენება დავიწყე, რა ვერსიაც თავად მომწონდა ყველაზე მეტად, ამან იმოქმედა და დამემეგობრდნენ თვითონაც, სათითაოდ და ერთიანადაც და რაღაცა ჯგუფად შევიკარეთ თითქოს მე და ჩემი მოსწავლეები და დღემდე ასე მოვდივართ. ახლა ისინი არიან მერვე კლასში. ჩემი პირველი კლასი რომელიც იყო. ერთი რისკი არის, როდესაც ასეთი უშუალო ურთიერთობები ყავთ, არ უნდა გადავიდეს ეს ფამილიარული ურთიერთობებში და რაღაცა ამშვალედ ურის დაჭერა, მეტუმეტეს ახალგაზრდა მასწავლებელს მარტივი არ არის, ხო? რომ ერთი არის, რომ უშუალობა, მაგრამ მეორე არის, რომ ეს რაღაცა ტიპის იმაში აკადემიურ სივრცეში რაც არის მიმორგებული, მაგას გულისხმობთ ხო მიღებული ასე. კი, ძალიან რთულია. მე ეს პრივატული სივრცის დაცვა ბეწვის ხიდია. იციან ბავშვებმა ხანდახან გამოიქცევიან, ჩაგეხუტებიან. თითო როცა მოდიან ამ იმაზე, ინიციატივაზე კარგია, მაგრამ აი მასწავლებლიდან არ უნდა წავიდეს. არ უნდა, ხო, ან მათ პირად სივრცეს უნდა უცეთ ძალიან ისეთი პატევი და ერთი ფრაზა წავიკითხე რამდენიმე დღის წინ ზუსტად, რომ ბავშვი რომელიც აი მაგ ჩახუტებასთან დაკავშირებით გამახსენდა, ბავშვი რომელიც იღებს დიდ სიყვარულს, სკოლაში მოდის იმისთვის რომ ისწავლოს და ბავშვი რომელსაც აკლია სიყვარული, სკოლაში მოდის იმისთვის რომ უყვარდეთ. ეს იმას არნიშნავს, რომ ვინც უყვართ იმათ არ უნდა ასწავლო, კი არა, არ უნდა გიყვარდეს და სხვას უნდა ასწავლო, მაგრამ ყველა სხვადასხვა საჭიროება აქვს. მანამ სანამ მივალთ რაღაცა საგნის კონკრეტული თემის შესწავლამდე, იქამდე მისი მთავარი საჭიროება რაც არის, ის უნდა დავაკმაყოფილოთ, რომ იგრძნოს, რომ შენთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანია. და იგრძნოს, რომ თქვათ იმ ჯგუფიდან ჯგუფს კი არ ელაპარაკები, ყველას სათითაოდ ელაპარაკები და ყველასთვის სათითაოდ გაქვს გასაცემი რაღაც. და მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლის მიმართ დამოკიდებულება ასეთია ზოგადად, რომ მშობელი უფრო გრძნობს მასწავლებლის საჭიროებას, ვიდრე ბავშვი. და თუ ბავშვს ვაგრძნობინებს, რომ შენ სჭირდები, მერე უკვე საგანსაც სწავლობს. შენთან ურთიერთობაც კარგი აქვს და არც ეს იზღება, ასე ვთქვათ, სკოლაში სიარული თუნდაც. ხო, ეს პირდაპირ ეს არის, ანუ მედიატორი ხარ, ხო, საგანსა და ბავშვს შორის. ისედაც მე მაქვს ასეთი საკითხვა, რომელიც საგანი გიყვარს, ბავშვს ვეკითხები და ამით ვიცი, უხუნდები, რომელიც მინარი ძალიან კარგი მასწავლებელი, იმიტომ რომ უყვართ ის საგანი, რომელიც იციან და იციან ის საგანი, სადაც კარგი მასწავლებელი ყავდა. ეს ყველაფერი საერთოდ ცნობა ეს არის სიყვარულის ერთ-ერთი ინდიკატორი, ხო? თუ არ იცი, ნუ ბუნებრივი არის, რომ არც გეყარება და თან მით უმეტეს როგორი საგანი გაქვს. ხო, ეს არის საგანი, რომელიც ადამიანის სოფხედველობაზე გადის, ხო? ხო არის რა, არის ახლა მაგალითად მე რა ვიცი, ქიმიკოსი და ფიზიკოსიც გავა, კაი ქიმიკოსი და კაი ფიზიკოსი ადამიანის სოფხედველობაზე, მაგრამ აი მშობლიური ლიტერატურა, მithmetes როცა ქართულ ლიტერატურას ასწავლი, ხო, როგორ რა ხელა მასალა გაქვს და როგორი ბაზა გაქვს, რომ ადამიანზე აი შეავსო მთელი იმ მუხტით, რაც შეიძლება მთელი ცხოვრება გაყოს და პრინციპში მასეც არის, ხო, რომ პროგრამას წერ ფაქტობრივად რაც მერე უყალიბდება და მე მაგალითად საბჭოთა პერიოდში ჩაწერილი პროგრამის გადაწერას, ჩემთანში გადაწერას მოვდი ძალიან დიდი დრო და მახსოვს რამხელა, აი როგორი ეს ვარღვიე ჩემს თავში რაღაც სტერეოტიპები, ვარღვიე ის პატერნები, რაც იყო გამზადებული ფორმით ჩადებული და აი ეს რაღაცა სოციალიზმი, როგორც რაღაცა ალტრუიზმის ფორმა და საზოგადოებისათვის თავის შეწირვა და რამდენი დრო დამჭირდა, რომ აი თურმე მაშინაც ვფიქრობდი, რომ თურმე ვაჟა ვერ გამიგია, იმიტომ რომ როგორ ახლა საბჭოთა მსოფლმხედველობიდან ვაჟას ინდივიდუალიზმს როგორ გაიგებდა, ვაჟამდე როგორ მიხო. მით უმეტეს ვაჟა არ იყო პატრიოტი, მხოლოდ პატრიოტი, კოსმოპოლიტიზმის დიდი
მატარებელიც იყო თვითონვე პატრიოტიზმი არ გამორიცხავს კოსმოპოლიტიზმს და არა, მხოლოდ ქართულ ჩვენ ხო ასე გვასწავლიდნენ ვაჟას პატრიოტიზმი და არ ისწავლებოდა სკოლაში. არ ხო ჩემ დროს არ ისწავლებოდა და ეხლა დაბრუნდა ის ლიტერატურა, ანუ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან რაც ამოიღეს, ფაქტობრივად დატოვეს ის ლიტერატურა, რომელიც ჩემ დროს ის, ანუ საბჭოთა პერიოდში რო სკოლაში გავდიოდით, ის ლიტერატურა დარჩა და ის სხვა დისიდენტობის პერიოდში რო გამიმას გენერალია გავიგე და გავიაზრე, აი თუნდაც იგივე ილიას ბედნიერი ერი და ძალიან ბევრი მე მგონი კვაჭი-კვაჭანტირაძე ახლა არის ხო? კი არის, როგორც ვიცი, ეროვნულში თუ არის არ ვიცი, მაგრამ მასალაში არა, მასალაში არის ეროვნულებიდან რომ ამოიღოს შეხა ხო კარგად იცი. მეორე ხარისხოვან საკითხად იქცევა ხოლმე და ხო და აი ეს მაინდა შენი თავი როგორც აი ამ სოფხედველობრივი რაღაცა ჩონჩხის შემოქმედი აი ამ კუთხით თუ დაგინახავს დამინახავს იმ თვალსაზრისით რომ ნუ ჯერ ერთი ამას დიდი გამოცდილება სჭირდება და სამწლიანი გამოცდილებით რაღაცა ჩონჩხი შეიძლება ვერ ავაგოთ სოფხედველობრივი მაგრამ ვცდილობ იმას რომ თუ საგნის მიმართ გაუჩნდათ ინტერესი და ისწავლეს როგორ უნდა წაიკითხონ ტექსტი ანუ მან თუ არ არის რომ ვისწავლო ჩავაბარო შინაარსი მოუყვე მასწავლებლებს. თუ ისწავლიან როგორ უნდა გაარჩიონ ლიტერატურული ნაწარმოები, მე უკვე ეს გადის ემოციურ ხაზზე, გადის სოფხედველობაზეც და ასე შემდეგ. ანუ აკითხვის სწავლება არის ჩემი მთავარი მოვალეობა. როგორ უნდა ამოხსნან დაშიფრული რაღაცები თვითონ ტექსტში, რასაც კითხულობენ და მე ამას თვითონვე ხვდებიან ხოლმე ძირითად შემთხვევაში და ამას მე მოყვება უკვე მსჯელობითი ხასიათის ტექსტები, რომელსაც თავად წერენ და ეს არის ჩემთვის პირადად თავარი გასაღები იმის, როგორ თქვა, ყველაზე უკეთ იცნობ ქართულის მასწავლებელი ბავშვს, როდესაც მის ნაწერს კითხულობ. ანუ ყველაზე უკეთ იცი მისი ემოციური მდგომარეობა, მისი მსოფხედველობა, მისი დამოკიდებულება და იმან იცის, რომ ამას მხოლოდ შენ წაიკითხავ და სანამ სკოლაშია წერს მარტო მასწავლებლისთვის. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ნაწერში ბევრი რაღაც ისეთი გაუმხელიათ, ბევრი რაღაც ისეთი უთქვამთ, უჩვენებიათ, რომ ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია და ბევრს სწავლობ მათგანაც. ესე შეიძლება ასე პირდაპირაც არ დაგიწერონ, მაგრამ უკვე ხო, იქ ისეთი ხო, შეიძლება რომ ამ ყველაფრით გამოიტანო მის ფსიქოანალიზი. და მით უმეტეს შეიძლება პირდაპირ არ დაწერონ, მაგრამ მასაკობრივადაც ისე ვერ ნიღბავენ, რამდენადაც შესაძლებელია და მაინც წერენ ხოლმე თავიანთ გულწრფელ აზრებს და ემოციებს, მაშინ მით უმეტეს როცა თავისუფალი არის. როგორი პასუხი ძალიან დიდი. და ეს რომ უნდა შეაფასო, ეს კიდე ცალკე დიდი პასუხი. რატო უნდა შეაფასო? აზრი რატო უნდა? შეიძლება შეაფასო რაღაცა ინფორმაცია, მაგრამ აი აზრი მათი პოზიცია როგორ უნდა მე ასე ვუხსნი, როცა ვაფასებ ნაწერს და ზოგადად შეფასების სისტემაც ასე თუ ისე ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ უნდა განსაზღვრონ ესა თუ ის მასალა როგორ იციან, თუ ვთქვათ ისეთი კითხვა იქნება, რომ მასალის ცოდნაზეა და ამას შეაფასებ ერთიკული და ორიკული და ამას ვეთანხმები, მაგრამ როცა არის ვთქვათ პოზიცია, როცა ფასდება, ამას ასე ვუსაბუთებ ხოლმე, რომ გიფასებ იმას კი არა, რასაც ფიქრობ შენ, ვაფასებ იმას, როგორ დამისაბუთე შენი აზრები. ხო, არგუმენტაციას ვაფასებ. შეიძლება საერთოდ არ ეთანხმებოდე გამოთქმულ აზრებას, რომელიც თეზისად მოგაწოდე, მაგრამ ის არ თანხმებაც იმსე დამისაბუთო, რომ მე დავიჯერო. თუნდაც არ გეთანხმებოდა იმ შემთხვევაში და ეს იციან რომ ასე ვაფასებთ რა. მაგ შემთხვევაში გარდამტეხია მეხუთე კლასი. ის თაობა ხარ, ხო, მასწავლებლების ზოგადი უნარები რო აქვს ჩამოყრებული. კი, ვარ. აი, გარი, რო აი ეს თავარი ხერხი არ გაგექცევა. რეტა ვინ მასწავლა? როგორი მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ დაალაგა ძალიან ბევრი ადამიანის ცნობიერება დაალაგა. მაგ ზოგადი და ფილტრავდა ჩემი აზრით ძალიან ბევრ რაღაცას. ანუ ფიქრობ რომ ზოგადი როგორც ასეთი საგანი თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის რომ ნუ რაც არის ხო მიმართულება ასე ვთქვათ იმისთვის რომ უნივერსიტეტში უნდა მოხვდე თუ არა ამას საზღვრავდეს. თუ იმის გაგება შეგიძლია რაღაც ვთქვათ ამოხსნის ასე ვთქვათ მათემატიკური ნაწილის ან ვერბალური ნაწილის ესე იგი მე შეძრებ იმ მასალის დაძლევასაც რასაც უნივერსიტეტი შემოგთავაზებს და თელ სოფლიოში მასე არის რომ უნარები განსაზღვრავს უნივერსიტეტში მიღებას მაგრამ ხო შეიძლება ის ფორმატი არ მოგწონდა კონკრეტულად ის ფორმატი ვთქვათ შეიძლება ფორმატი შეცვალო მაგრამ უნარებით როგორც საკითხulis ანალიზი და ასე შემდეგ
მარტო ტექსტის ანალიზი რო დატოვო, ეგეც მნიშვნელოვანია. ყველაზე კარგად აჩვენებს ადამიანის ხედვას და ინფორმაციის გადამუშავების უნარს და თუ ეს ინფორმაციის გადამუშავების უნარი არ აქვს, მაშინ ბევრს მუშაობთ მაგაზეც. ქართულში, ახლა მე ვცდილობ რომ ქართულში დავნერგო ეგ და ძალიან ბევრი მუშაობ ხო ტექსტის ანალიზი. ცნებებთან დამოკიდებულება, ხო ცნებების შორის კავშირები, ხო? კი ბატონო. რა თქვა მიზეზშედეგობრივი კავშირები, თუნდაც ტექსტში გმირის გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე მისი თვისებები და ასე შემდეგ. აი ნიშნებზე რა ვლაპარაკობდით, გარდამტეხი არის მაგ შემთხვევაში მეხუთე კლასის საფეხური, იმიტომ რომ მეხუთე კლასზე პირველ სემესტრში არის წელება ნიშანი და მასწავლებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ მოამზადოს მოსწავლე მეორე სემესტრისთვის, როცა მისთვის ემოციურად ყველაზე მძიმე პერიოდი იწყება, როცა ნიშანს მიიღებს იმაში, რაც აქამდე არ იცოდა როგორ ფასდებოდა. და მთელი სემესტრი ვცდილობთ, რომ მე პირადად ვცდილობდა დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგებიც, რომ მოვამზადოთ იმისთვის, რომ როგორ მიიღონ კონკრეტული შეფასება. ანუ და როგორ ამზადებ მაგისთვის? ანუ ისე უწერ ეუბნები რომ ეს თქვა არ გიწერ ქულას, მაგრამ ამ ქულის ადეკვატურია თუ ეს არის ქულას არ ვეუბნები. გვაქვს უკუკავშირი სიტყვიერი ერთ შემთხვევაში ან წერილობითი უკუკავშირი, რომლის მიხედვითაც ისინი ხვდებიან რაში დაუშვეს შეცნობა, ოღონდ შეცნობა დაუშვე ამაში და მორჩა არა. შენ შეცნობა დაუშვე ამაში და უნდა გააკეთო ეს, რომ შემდეგ ეს შეცნობა აღარ დაუშვე. ეს არის უკუკავშირის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა და მე ასე შევაჩვია მაგალითად ავუხსენი თუნდაც ნიშნის გამოთვლის სისტემა, ავუხსენი რატომ როგორ ვიღებთ შეფასებას, დავაწერინა რამდენიმე სახის ტესტი, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემს ნაწერს შეეჩვიოს მოსწავლე. იმიტომ რომ იმ ტესტს მეორე სემესტრშიც მე შევუდგენ. და მე როგორ ვსვამ კითხვას, შინაარსის გამოტანა რო შეძლოს, ამისთვის რამდენიმე ჩემი დაწერილი ტესტი უკვე გაკეთებული უნდა კონდეს. ამის შეფასება სიტყვიერი უკუკავშირითაც მიიღეს, იქვე წერილობითიც დავუწერა ტესტზე და თავარი რაც ვასწავლე, აი მანტრასავით აქვს მართლა სული მეორებენ ხოლმე, რომ აი მივიღეთ თქვა დაბალი ნიშანი, რაც ემოციურად ჩვენზე ცუდად დაისახა. პირველი შეკითხვა, რაც უნდა დავსვათ, არა გაბრაზებით საკუთარ თავზე ან სხვაზე, იმიტომ რომ არ ფასდება, შენ არ ფასდები ნიშნით. ფასდება ის კონკრეტული საკითხი იცოდი თუ არა და შენ ამ ეს მოსწავლეზე არაფერს არ გვეუბნება, ორიანი მიიღო თუ 10-იანი თუ 3-იანი, ის ადამიანი პიროვნებას საერთოდ დავაცილეთ, საერთოდ გამოვშიგნეთ მაგ იმიდან, იმიტომ რომ ხანდახან აქვთ ხოლმე რომ საკუთარ თავზე ბრაზდებიან, მე მასწავლებელზე ბრაზდებიან, მე ყველაფერზე ბრაზდებიან, იმიტომ რომ რატო ვერ მე, მაგრამ ანუ ამ შემთხვევაში შენ მუშაობ როგორც ფსიქოლოგი. გიურად ახდენ ნიშნებთან მათადად. კი ბატონო. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში და მე მთავარი შეკითხვა რაც უნდა დასვა, როცა მიიღებენ ნიშანს, ის არის როგორც ვაზროვდი აქამდე უკუკავშირს, რომ მას აქ შეცდომა დავუშვი, როგორ გავაკეთო ის, რომ ეს შეცდომა აღარ დავუშვი. რა გავაკეთო იმისთვის, რომ შემდეგში ეს შეცდომა აღარ მქონდეს. და ამაზე შეკითხვაზე პასუხს მიიღებენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს და რამდენჯერაც რა უნდა დასვან, ეგეც იციან. მთავარი ურთიერთობა ეგ არის, რომ როცა მოსწავლე იწყებს კითხვის დასმას, მაშინ ხვდები რომ გენდო, ანუ შენ მიმართ ნდობა აქვს და ხო, აი ხება ეს ოპოზიცია არ ახარ, ხო, რაღაცა რომ დავუმალო და რომ ხო ეს არის, ნუ იცით რა არის, მე როცა იქ გავაკეთე უნივერსიტეტში უკვე ამ სკოლა გავლილი ბავშვები და სტუდენტები და რომ გავაკეთე უნივერსიტეტში და რომ მივეცი საშუალება, რომ თვითონ შეეფასებინათ საკუთარი თავი, ან მათ მივეცი საშუალება, რომ აი შეფასების ინდიკატორები დამელაგებინა და ეს აღარ ისეთი სასიცხარე შედეგები ხე უნივერსიტეტში აუ ამას რზენი და უნივერსიტეტში ფაქტობრივად ჩათვალეთ რომ ერთადერთი ვისაც ბავშვები დადიან ესაა ქულა. ხო. მე არ მინახავს. ერთმანეთს უდიო მე არ მინახავს სტუდენტი ერთი რამდენიმე გამონაკლისის გარდა რომ ქულა არ ეწეროს თვალებში. და ის კი არა რომ თქვათ როგორ მივედით აქამდე, ის კი არა რაღაცა აღმოჩენების სიხარული, ის კი არა რომ რაღაცა დახვეწა საკუთარ თავში განავითარა, ის მეორე პლანზე გადავიდა და ზუსტად ვიცი რა ხდება სკოლაში აქედან გამომდინარე. მექანიკურად. იმიტომ რომ შენ როგორც კი ეს სირბილე კი დაგინახე, სულელი გონი ხარ, ის კი არა რომ გეუბნება რომ ამით გეუბნები რომ შენ იცი რა მე შენკენ მოვდივარ, მე გეხმარები, მე ამას გავაკეთებ და ჩათვალეს რომ
ხო, იმიტომ რომ ყველა ურთიერთობა არ მხრივია, ერთიც დავიწყე საუბარი ზუსტად ეგ. ხო და ეს ამნიშნულოვანია, როდესაც აი შენ მაგღირებულებებზე გაცდილი ბავშვი მერე სხვა საფეხურებზე როგორ მასწავლებელთან მოხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია კიდე სისტემა როგორ უყურებს. აი თქვა შენ თუ ერთი მიმართულებით უყურებდი კახელების აღმახნული ქართველებად აღმაფარცხეს ვარიანტი. მე რა წესებიც მაგ და რა მიდგომებიც მაგ თუ სხვა ლექტორს და სხვა მასწავლებელს რადიკალურად განსხვავებული, იცი ეს ძალიან დიდ გავლენას. შენ ხარ ამოვარდნილი იმიდან, კონტექსტიდან. ყველაფრიდან ვარდები, შენც ვარდები, ისიც ვარდება და ბავშვი ვარდება, იმიტომ რომ ბავშვთან უნდა იყოს აუცილებლად ერთიანი სისტემა. სკოლაში განათლებაში, როცა კერძო სკოლაში მუშაობ, მაშინ ასე თუ ისე, ხო, კერძო სკოლებს აქვს ეს რაღაცა სოფხედველობრივად რაღაცა ერთიანი პოლიტიკა მიდგომის, საჯარო სკოლებში, ხო, საერთოდ. საშინელება არის. მე გამიმართლა მაგ კუთხით, იმიტომ რომ მთავარი ამოსავალი ისევ მოსწავლეა და ეგრეც უნდა იყოს, ანუ აბა რისთვის მუშაობთ, რისთვის ვაკეთებთ რაღაცას, იმისთვის ვაკეთებთ, რომ ცოდნა გქონდეთ და გამოცდილება, რაც მე ცხოვრებაში გამოადგებათ. მე მახსოვს ერთ-ერთ ქალაქის წამყვან სკოლაში ვიყავი ადრეულ წლებში, სანამ ეს რეფორმები დაიწყებოდა და ჩემ თვალწინ აღმოაჩინა მასწავლებელმა, რომ სკოლა მოსწავლისაო, უიო, თურმე სკოლა მოსწავლის ყოფილა უყურე შენო. ვუყურებდი იმან, აი ბიბლიის ახალ აღთქმაში რომ ეშმაკების გამოჩნდა ხორის კოლტს რომ შეეცემა. ეშმაკები, აი ეს სცენა დატრიალდა ჩემ თვალწინ, რომ მასწავლებლებს ესე იგი ეს რაღაცა ეშმაკების ის გაუჩნდათ შემოსების განცდა. ხო, იმიტომ რომ ეგოცენტრული არის ეგ. ზოგადად პროფესია. სკოლა თურმე მოსწავლის არისო, ეს იყო აღმოჩენა. პროფესია გაძლევს, მაგრამ რაღაცა ცენტრში დგახარ. ყველა ძალაუფლების შეგრძნებას განიჭებს და იქ პატაშას ვიწრო სოციუმში და თან ისეთ ვიწრო სოციუმში, რომელზეც ასაკითაც დიდი ხარ. და ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია და რატო მე იარაღი გაქვს დიდი ბევრი იარაღი გაქვს ძალიან შობელს ამურეკავ ცუდ ნიშანს დაგიწერ რაღაცა გადაგეკიდები ანუ ხო არის ეს მიდგომა ცხოვრობ ვიღაცები ბავშვები ამბობენ შემთხვევაში და გრძნობა მორჩილება რომ ასე უნდა ვისხდეთ ანუ პირველ დროს ამკითხეს რომ შეიძლება იატაკზე დავსხდეთ რომ უთხარ რომ კი შეგვიძლია იატაკზე დავსხდეთ და დავპირვალი დავჯექი მე მაშინ მქონდათ რაღაცა ძალიან უცნაური ესე მიყურავთ რომ მართლა შეიძლება იატაკზე თითქოს ისე მკითხეს გამომცდელად მაგრამ მიხვდნენ რომ შეეძლოთ იატაკზე ჯდომა იატაკი ცივი თუ არის ხო ცივი თუ არ არის კი მით უმეტეს როცა ვკითხულობთ არა სახელმძღვანელოს თემას არის გაკვეთილები როცა გჭირდება სიჩუმე მართლა როცა შეხსნი მაგრამ თუ ეს არის განხილვის რეჟიმი ძირითადად გამოკითხვის დროს ან არის არა სახელმძღვანელოს თემატიკა მაგალითად ჩვენ წიგნებსაც ვკითხულობთ გვაქვს ერთი დღე ხო და თან ამას დამატებით არ ვეძახით ვეძახით საკითხავ მასალას იმიტომ რომ შედის თვითონ მასალაში ფილოსოფია ხო არ შეგიტანია ფილოსოფია არ შემიტანია მაგრამ ფილოსოფია გვჭირდება ბევრი რაღაცის განხილვის ყველა ქვეყანაში ასწავლიან სკოლაში ფილოსოფიას ბევრი რამის განხილვის დროს გვჭირდება სხვადასხვანაირი ფილოსოფია მაგრამ ზოგადად ფილოსოფიაც და ფილოსოფია ხო ზოგადად კითხვების მეცნიერება მე ასე აღვიქვამ რომ თავარია დასვა კითხვა და მე ამ კითხვის ირგვლივ რამდენი პასუხიც არსებობს, იმდენი არსებობს. რა უნდა იცოდე ვინ რა პასუხი გასცემს. ხო, ეგ რა თქმა უნდა. ჯერჯერობით არ მივსულვართ, მაგ მე ვასწავლი ახლა მე 10 კლასის ჩათვლით. შესაბამისად, თვათ ფილოსოფიურ ვაი, იქ უფრო ფილოსოფოსები არიან. კი, სასწაული. თუ მაგ კუთხით შევხედავთ კი. რას ლაპარაკობ? აინშტაინები ისეთ კითხვებს სვამენ, რომ ერთმა მითხრა რომ ესე ასეულობთ გავარო აქე რომ ხო არისო წინო ეს თქვა 3-4 წლის ბავშვი ეს ხო არისო წინო და ეს არისო უკანო აი რომ მოვტრიალდიო ის გახდა უკანო და ის გახდა წინო ერთი რომელია ნამდვილი წინ და ნამდვილი უკანო მართალია როგორ აღხსენეთ და მე თვითონ უპასუხა რომ ის გაჩნია შე როგორ გახარ პერსპექტივას გაჩნია 10 წლის წერტილს გაჩნია ხო გეუბნები აინშტაინით მივიდა გაჩნია რა წაიღებ 10 წლის წერტილად ამის და ამ რო აღმოაჩინა რომ ეს ფარდობითია და ეს აბსოლუტური წინ და უკან არსებობს მე სერიოზული ამბავი იყო და წარმოიდგინე ხა თქვენ აი ასეთი მოაზროვნეები მოდის თქვენთან მე სკოლის მასწავლებლები რაღაცა შტამპებს ადებენ და კი მე ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ.
ასეა ნამდვილად სამწუხაროდ. შენ თავისთვის თუ შეგიხედია იმ ბავშვების პერსპექტივით? ხშირად, კი. ხო, აი როგორ არ დაგიკარგავს ჯერ ეგ უნდა ხო? მე ხო იცი რას ვიძახი. ყოველი წლის ბოლოს ნებისმიერი მასწავლებელი ვალდებულია რომ ფსიქოთერაპიის კურსი გაიაროს. კი. თხო, ყველაზე დიდი დასვენება გვაქვს. ანუ სკოლის მასწავლებლებს ყველაზე დიდი არდადეგები გვაქვს რა შეძახიან. 3 თვე, ხო, 3 თვე არის ვერას, მე მგონი არც ერთი სამსახური. არ სწორად სწორად. ხო, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ აღდგებით. მინდა რომ ფენიქსივით უნდა ჩაიფერფო და ვერ თავიდან დააღდგე. ბევრჯერ შემიხედავს ეგ ჩემი თავისთვის და ხან მომწონებია, ხან არა. მომწონებია იმ კუთხით რომ მე მომინდებოდა ჩემნაირი მასწავლებელი რო ყოლოდა და მთავარი ამოსავალი წერტილი ეგ არის ჩემი მიზანი, ხო? მიზანი ეგ არის, კი. ყველა პოზიციონირებ. მინდა რომ მე მენდობებოდა რომ ჩემნაირი მასწავლებელი მყოლოდა და მეორე მხრივ არის ის რომ ადამიანები ვართ და შეცდომებს უშვებთ და რაღაცები არის რაც მთავარი ოპატიებელი შეცდომა არ დაუშვა და მე დარჩენი გამოსწორებადია. რაღაცები არის რაც არ არსებობს. ყველა უშვებს შეცდომას. აუ თან ისეთ შეცდომას თან რო იცი თეორიულად რომ ეს არ არის სწორი და აუ მაინც რო წაგწევ. ადამიანი ეს არის ხო იცი საიდან მოდის ეს? თვითონ იმ აღზრდის სტილიდან რომელიც შენ გაიარა. კი, რა თქმა უნდა. უნებლიეთ კრიტიკულ ექსტრემალურ სიტუაციაში ზუსტად ისე იქცევი რომელიც შენ ყველაზე მეტად არ მოგწონდა და რომლის თითქოს და ამის დასანგრევად ხარ შესული იმაში და ზუსტად იგივე საკეთებ ხო? აი მე მქონდა ასეთი შემთხვევა რომ რაღაცა ცოტა ხმას ავუწიე და ბავშვებთან და ვაიმე ახლა ვფიქრობ რა გინდა რომ გააკეთო და რა ვქნა რა დამებარდა ეს და გაკვეთილის ბოლოს ანუ რომ ვიდიოდნენ გაკვეთილი ჩვენთან ცოტა არასტანდარტულად და რომ ვიდიოდნენ ბავშვები ხარ აუ რაღაცა უნდა გითხრათ რა არ მასვენებს მეთქი რა რომ ეს უარ გითხრათ თქო და დაწყვიტეს ყურები ახლა რა უნდა მითხრას აი ესე მეთქი ხმას რო და როდის აუციო მაგის თქვა მინდა და ზუსტად ვერ აღიქვამენ მაგას როდის აუციო ხმასა და მე დაითქვენო მიწა და ასეც აი ისე შემეწოდნენ ეს ბავშვები რომ ისე იგი მე რომ ცოტა გავხიზიანდი და ცოტა რაღაცა ესეც კი ვერ შენიშნეს იმდენად ნორმად აქვთ ეს გაღიზიანებული მასწავლებელი და მაშინ უფრო მეტად დავფიქრდი იმაზე თუ რამდენი რამე არის გასაკეთებელი. ეგ არის, ანუ მთავარი არის ნდობა და უსაფრთხოება. ჩემი გადმოსახედიდან ნებისმიერ პროცესში და უსაფრთხოებას არ გულისხმობ მარტო იმას, რომ რაღაცა არ იტკინოს. უსაფრთხოება არის ემოციური სტაბილურობა და უსაფრთხოება ერთმანეთის შემდეგი საფეხური რომ მიკუთვნებულობა. ხო, მაგრამ ანუ კლასში მე მახსოვს ისინი რა ჩემი მოსწავლეები რაოდენ ჩვენო აი ლალი გვასწავლისო და რაღაცა ლალი. ჩვენც ვამბობდით. ხო და ეს მიკუთვნებულობა რაღაცა ისეთი იყო. თქვენ ჩემი მოსწავლეები ერთმანეთთან ისეთ ურთიერთობებს იჭერენ სხვადასხვა ჯგუფელებიც კი რაღაცა ეს მიკუთვნებულობა ისე მიხარო და რაღაცა ტიპის ისა რა ტრენდი გაჩნდა რომ ჩემი მოსწავლეებიც ეგრე არიან. ხო კი, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში. ალბათ პატარები არიან ისინი. ყოჩა ძალიან კარგად მოგიხერხები. ეგ როდის ჩდება, იცი? როდესაც მოსწავლეს არ არჩევ. ანუ ვიღაცა აი როგორც კი მოსწავლეს გაარჩევ, იქ უკვე მთავრდება. ის მიკუთვნებულობა კი არ არის კონკურენცია. და თან ვარ მარიმასი კი არა, ვარ მარიანთიძე, ანუ ესე მომიხსენიებს. აი ესეთი გვარი იყო. ხო. ეგეც უცნაური იყო თავიდან, მაგრამ რაღაცა თვითონვე შექმნეს ეს რომ მარიანთიძე ერთიანად ისე დამიძახონ. თქვენ რომ ვინ გასწავლის მე მარიანთიძე. ხო, მარიანთიძე მას მეძახდნენ. კიდეც. ხო და ეს რაღაცა ოჩახკალო გვარი როგორ გისახებია. თქმა უნდა. კი. სტილო. და რა ვიცი. მომწონს რასაც ვაკეთებ ყოველ შემთხვევაში ეგ არის მეც უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს ჩემს პატარა ბავშვსაც უხარია რაც ჩემს შიგნით არის ბევრი რაღაც რაც არ მქონდა ახლა აქვს თუნდაც ის რომ ზრუნავენ თვითონ ჩემზე ძალიან ამას ვხედავ ხშირად რომ აი მაგალითად თუ შეატყობენ რომ თვადი ერთ-ერთ მომსწავლემ მკითხა რომ მას დღეს ისე არ იღიმით როგორც ყოველთვის და რა ხდებაო მაგასაც კი ხედავენ კი მე ვიღიმოდი იმიტომ რომ იმ კლასში შევედი და უნდა გაიღიმო იმიტომ რომ ბავშვები არიან და ყველაფერი უკან უნდა დატოვო მაგრამ თვითონ ხვდებიან ისე იღიმით თუ არა როგორც გუშინ და ეგეც ხომ ზრუნველობის გამოხატულება და ჩემს პატარა მეს უხარია ეგ ძალიან და
ხო, ეგ არის, რომ ამას ვაკეთებთ ძირითადად, ხო, რაც მეც ახლა რომ ვუყურებ, ხო, იმ ხელა თავისუფლების იმ ხელა ხარისხი აქვს ჩემ მოსწავლეებს, ხო. მე არასდროს არ მქონია კიდე რაღაცა დეტალების ხედვის რაღაცა ისეთი მინიშნებები რომ ვაკეთებ, რომ ვიცი რომ ეს მე მაკლდა და ამათ რო ხანდახან ფაქტობრივად ეგ არის რა პროექცია გამოვიდა იმ პრობლემების ის რაც მე არ მქონია ის გავაკეთე ამ საკვირაო სკოლაში და ხო ესე არის ერთი არის როცა სისტემაში მუშაობ, მაგრამ მეორე არის რომ ეს ინდივიდუალიზმი გინდა არ გინდა მაინც აცარო და უნიფიცირებული იყოს მასწავლებელი და სკოლა მაინც ეს 인დივიდუალიზმი მაინც გამოხტება ხო. თან პირველ დროს ანტიძის ქალი თუ გასწავლით პატარა. თან პირველ დროს შევედი ქართულის მასწავლებელს არ გავარ მათი გადმოსახედიდან. მათი წარმოდგენით მე არ გავარ ქართულის მასწავლებელს. არ ვიცი რაღაც არ ისეთი არ ვარ რა როგორ თქო კდემა მოსილი არა და უფრო ისე ჰუდით რომ დავდივარ კედებით ჯინსებით და ასე შემდეგ ეს თავიდან უცნაური იყო მათთვის და მე შეეჩვენენ ამას რომ ანუ შეიძლება ამ გოგოს მოვუსმინოთ საგნის ახსნის დროსაც და ქართულის გვასწავლოს კარგად ანუ ცოტა ნდობის ამბავიც იყო ისე ძალიან დიდი პრობლემა არის ახალგაზრდობა ხო იცი კვლევები რომ ჩაატარეს მაგაზე და მასწავლებლებმა თქვეს რომ თვითონ მასწავლებლებმა თქვეს რომ მასწავლებელი უნდა იყოს ახალგაზრდა მათ შორის ნუ ასაკიანმა მასწავლებლებმაც ან როგორი უნდა იყოს მასწავლებელი ამაზე სასურველი ასაკი მასწავლებლის და ბავშვებმა თქვეს რომ მასწავლებელი უნდა იყოს საშუალო ასაკი იმიტომ რომ ერენდობიან ხო ანუ ახალგაზრდობა მასწავლებლისთვის დიდი ის არ არის ხო, ამიტომაც გეს, იმიტომ რომ შენ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დადგები. ერთი რომ შეიძლება კითხებულობენ ამასაკიდან გამოდიან, მაგრამ მეორე რაღაცა ის ნდობის მშობლების მხრიდანაც. თავიდან აი წინა სკოლაში სადაც მუშაობდი, გახანგრძლივებულში ვიყავი და ფრაზა მაქვს ჩარჩენილი, რომ ჩამყავდა ბავშვი დაბლა მშობელთან და ერთ-ერთმა მშობელმა იკითხა, რომ ამ ბავშვს ჩემი ბავშვი რატო ჩამოყავს. და ეს ფრაზა მუდმივად ვიტრიალებს ტვინში, იმიტომ რომ ნუ ბავშვი აღარ ვარ ახლა იმაშინ უფრო დიდი ხნის წინ იყო და შეიძლება 22 წელსა და 27 წელს შორის დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ნუ ნდობის ხარისხი არის და მე რომ იცნობენ მშობლები უკვე აღარ აქვთ ეგ ამბავი, იმიტომ რომ ნუ კერძო სკოლა მაინც სკულბუქში ხედავენ დავალებას რას ვაძლევ, უკავშირს რას ვაზიარებ და ამით ნდობა ემატებათ. თან მე პირას რო ხვდებით, უფრო ხვდებიან, მაგრამ საჯაროში არ ვიცი ეგ როგორ არის, რომ რამდენად აქვთ მშობლებთან კომუნიკაცია ან ბავშვებთან უკავშირი, რომ ახალგაზრდა ასაკის მასწავლებელი არ იქვა. წარმოიდგინე 30 ბავშვი როგორც ის საჯაროში და არანაირი რესურსი არ აქვს. არც ინტერნეტი გაქვს, არც პროექტორი გაქვს, კომპიუტერი, საკლასო თოში კბილებამდე ვარ შეიარაღებული, კაი და 10 ბავშვთან ჭირდება 2-3 დამხმარე, რომ გაკვეთილი წავიდეს საინტერესოდ და ეხლა წარმოიდგინეთ შენ როგორი პროექტორი არ აქვს, ვიზუალური თვალსაჩინოება ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგანან საჯარო სკოლის მასწავლებლები, მაგრამ ერთი არის რომ მე მგონი მე უფრო მაწუხებს ეს ვიდრე მათ, იმიტომ რომ ზოგიერთ საერთოდ ამაზე პროტესტიც არ აქვს. ხო. და ვერ ხვდები კიდევ ანუ ამდენი საათი როგორ აქვს. ჩემთვის ეგ არის ამოუხსნელი ფენომენი რომ ხო, მაგ ეგ ის არის სხვათა შორის ეგ მასწავლებლის გამძლეობა ყალიბდება იცით დროთა განმავლობაში. მე შემიძლია რომ აი მაგალითად მაქვს დღე უნივერსიტეტში, როცა 8 ლექცია მაქვს გადაბმული და აბსოლუტურად არ აისახება ჩემი ლექციის ხარისხზე მერვე ლექცია. ეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის. მასწავლებელი უნდა იყოს ჯანმრთელი. არა, გაკვეთილს ფიზიკურად და ფსიქიკურად. რა გაკვეთილს მე ვატარებ დღეში და პლუს სახლშიც მერე ვასწავლი, მაგრამ აი მაგალითად რომ გაქვს კვირაში 40 საათი. როგორც მასწავლებელს თითო ხო შედიხარ 20 წუთით. და გაქვს 40 საათი. ანუ რამდენი გაკვეთილი გამოდის დღეში? ანუ ზოგადი აღებული ესეთი მინიმალური არის 20 საათი, ხო? იმიტომ რომ ქართული არის 5 ჯერ კვირაში. 20 საათზე ლაპარაკობთ. 25 კვირაში.
35 საათიც გამიგია რომ აქვთ და ანუ რას შვებიან რაღაცა ფლეშებით დარბიან აკეთიკით პროსაკედები მე არ ვიცი მან ხარისხზე აისახება აუცილებლად ჩემი გადმოსახედიდან მაგრამ მე საათებზეც რთული ამბავია ეგეც რთული ამბავია საჯარო სკოლაში არ მინდა ხო ხო იმ საჯარო სკოლას სხვა გამოწვევები აქვს და სხვა სირთულეები და კერძოს კიდეს კარგი რამე ხო არ არის ისეთი რაც აი გინდოდა რაღაცა თავში მოხაზული ქონდა რომ აი ამაზე ვისაუბრებ და მე არ მიკითხავს ეგეთი ხო არა სხვათა შორის ყველაფერი თქვი რაც რა საითაც წაგვეყვანა საუბარმა მაშინ ფინალურ ფაზაზე გადავიდეთ. ყავა რა არის შენთვის? ლალისთან ყავაზე. ხო დაგფედი რომ კამერა დაგავიწყდებათ. კი, დავავიწყდა. კი. ეს ყავის დამსახურება მაგრამ არ დაგილევია, მარტო მევსვა. დავლებ. როცა გაიჭია. ხო, რას გაძლევს ეს ყავა და რა შენთვის? ყავა უკვე რაც მუშაობა დაიწყო, იმის მერე გახდა რიტუალი თითქოს, ანუ როცა ვისვენებ, ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ მქონდეს ყავა. როგორც შეიძლება არც დავლიო როგორც ახლა მიდევს, მაგრამ აუცილებელია რომ მიდოს. სადღაც არის, ხო, გაკეთებული დევს და როგორც ვასწრებ იმის მიხედვით შეიძლება მთელი დღე ერთი ჭექა დავლიო, მაგრამ რიტუალად და თითქოს ეს მასვენებს და ენერგიასაც მაძლევს. დღეში ერთი ჭექა აუცილებლად უნდა მქონდეს და ოჩახშენ ერთ ჭიქაზე თუ ჩერდები. სერიოზული ამბავია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. იმედია საინტერესო გამოვიდა. კი, მე მგონი რომ რაღაცა ტიპის ის მოვახერხეთ, ხო? როგორ არის ახალგაზრდა მასწავლებლის პრობლემები თუ რაღაც ამდაგარი გამოვიტანეთ, ხო, წინა პლანზე და ეს ის მიდგომებია, რასაც ალბათ ყველა მასწავლებელმა უნდა იფიქროს, ხო, სკოლამაც უნდა იფიქროს სისტემაც. მე ცოტა სხვა ისა მაქვს მაგების მდგომარეობის მოსახსნელად ასეთი სისტემა მაქვს, რომ მინდა რომ რაღაც მაგისტრი მასწავლებლის მაგისტრობა მარტო იმას არ ნიშნავს რომ ხელფასი აქვს განსხვავებული მაგისტრობა ნიშნავს იმას რომ უნდა იყოს მასწავლებელი რომელსაც ყავს რამდენიმე კონსულტანტი ახალგაზრდა მასწავლებლის საქმეზე მასთან ერთად ატარებენ გაკვეთილს აი ასეთ შემთხვევაში აქვს მაგისტრობას აზრი და იმას მენტორობას ხო მენტორი კიდე ის არის მენტორი უნდა მენტორი ხო მენტორი მასწავლებელი ხო და ეს მენტორობა სახელიც მაგას გვეუბნება რომ მენტორია ხო მაგრამ ვერ ხერხდება სამწუხაროდ ამ სისტემის ფარგლებში და კარგი დავშვიდობოთ მაშინ ჩვენს მაყურებელს ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარი იყო ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი მარი ანთიძე და კიდევ ერთი ანთიძე მეყოლება მომავალ სამშაბათს და გვიყურეთ, თუმცა იმასაც ცოტა სხვა რამეებზე ვისაუბრებთ. მადლობა.